აგერ 2-3 წელის უკან ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ქაროსანა მასიურად იყო მოდებული. არა მარტო თხილზე, სიმდიდრის ათასებს გადავიდა და სარალი მაგრად მოგვაყენა, მაგრამ ეხლა ეს იყო 2-3 წლის წინ. სახლში შემოდიოდნენ, იცი სახლში ვერ მოსვეთ ესაზღვრული ფაროსანა. მაგრამ მიმდინარე წელს ძალიან შემცირდა. 50 წლის წინ იყო ფაროსანას რაოდენობა ძალიან დიდი გაანადგურა. მოსავალი თითქმის ამ წამლებმა დიდი შედეგი გამოიღო და თითქმის ფაქტიურად უკვე აღარ არის ფაროსანა. იმ წლებთან შედარებით ველოდებით წელსაც კარგ მოსავალს. ბევრი დანაკლისი იყო სიმინდის მხრივ, ხილის მხრივ და ახლა უკეთესობა რა თქმა უნდა. 3 წლის წინ საერთოდ ვერ შეჭამდი მსხალს, ვაშს და ტაროები გაბჭებული იყო და ეხლა რა შედარება უკეთესობა. დადიან ბიჭები ხშირად წამლავენ, აკეთებენ საკონტროლო ბადებს, ამოწმებენ რაოდენობას და ასე შემდეგ. ახლა ერთი კვირის წინათაც იყვნენ. სახელმწიფოს ხელშეწყობით გვაქვს ნორმალური შედეგები. თხილის ასოციაციაც გვეხმარება ამ ყველაფერში, დაგვირიგეს საწამლი აპარატები და ყველანაირი ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო წამლობა მიმოქმედა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ხარისხი უკეთესობა. სიმინძეც და ხილზეც, ხეხილზეც. უკეთესობა რა თქმა უნდა. და კიდე თუ შეიწამლება უკეთესი იქნება. ეს თხილი კარგია, გაყოფილი ვარ, ორჯერ მოვწამლეთ და უკეთესია. სიმინდის მოსავალი კარგი პირი აქვს. წვიმებზეა დამოკიდებული ყველაფერს ზემოდან უყურებს. თუ წვიმები იქნება, მოსავალიც უკეთესი იქნება. თუ არა და სხვა მხრივ მიხედილია. წელს ფაროსანას რაოდენობამ გაცილებით იკლო. თხილი წელს მივიღეს 3-ჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს და შარშან წინ. წელს თხილი ხარისხობრივადაც უკეთესია. ხარისხობრივად უკეთესია სიმინდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვალვიან ადგილზე ვცხოვრობთ, მაინც წვიმა მოგვისრო ივლისის თვეში სიმინდი გამოსწორდა და წელს კარგ მოსავალს ველით.